ოჰო, აქ თურმე რამდენი რამ ხდება. აქ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ლიანდაგის მშენებლობა მიმდინარეობს ჩქაროსნული მატარებლისთვის. სარკინიგზო თავგადასავალი იწყება და მე თქვენ ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში გამოგზაურებთ. ევროპა სულ უფრო მეტად ერთიანდება, რაც საზღვრების დამაკავშირებელ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასაც მოიცავს. 2030 წლისთვის 9 სატრანსპორტო დერეფანი უნდა დასრულდეს. ასეთია ევროკომისიის გეგმა. ბალტიისპირეთის რესპუბლიკები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩრდილოეთის ზღვის ბალტიის ზღვასთან დასაკავშირებლად, არამედ ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის საკვანძო რგოლიცაა, რომელიც შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვაზე გადის. 870 კილომეტრის სიგრძის მქონე რკინიგზის პროექტს ბალტიისპირეთის რკინიგზა ეწოდება და ის ლიტვაზე, ლატვიასა და ესტონეთზე გადის. დღეის მდგომარეობით ბალტიისპირეთის ქვეყნებში ისევ ფართო, რუსული სტანდარტის ლიანდაგი ფუნქციონირებს. ახალ რკინიგზას ევროპული სტანდარტის ლიანდაგი ექნება. სტანდარტის ცვლილება საფუძვლად გეოპოლიტიკური მიზეზები უდევს. ბოლოს და ბოლოს თუ რუსეთი თავს დაესხა ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს, აქაურმა რკინიგზამ დასავლეთიდან აღმოსავლეთით ჯარისკაცების გადაყვანა და სამხედრო აღჭურვილობის გადატანაც უნდა შეძლოს. თუმცა ახალი სარკინიგზო ხაზის მთავარი მიზანი ბალტიისპირეთის ქალაქების ევროპის ერთიან ბაზართან უკეთ დაკავშირებაა. ტურისტები და ბიზნესმენები სწრაფად რომ გადაიყვანონ და ასევე ტვირთსით დროულად გადაზიდონ. მშენებლობის ხარჯი გაოთხმაკდა. თავიდან დაგეგმილი 6 მილიარდი ევროს ნაცვლად ახლა 24 მილიარდია საჭირო. ამ თანხის 85%-ს ევროკავშირი იხდის ევროპის ინფრასტრუქტურის დაკავშირების ფონდიდან. დანარჩენს ლიტვა, ლატვია და ესტონეთი. თუმცა ბალტიისპირელი აუდიტორების შეფასებით კიდევ 11 მილიარდია საჭირო. ბალტიისპირეთის რკინიგზა წესით წელს უნდა დასრულდეს. თუმცა ასეც რომ მოხდეს, პროექტი სულ მცირე 5 წლით მაინც დაგვიანებულია. კულისებში ფინანსებისთვის ბრძოლაა გაჩაღებული. ევროკავშირის 10 ქვეყნის მთავრობამ წერილი მისწერა ევროკომისიას. საზღვრების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელების განვითარებისთვის ისინი მეტ დაფინანსებასა და ნაკლებ ბიუროკრატიას ითხოვენ. როტერდამიდან ტალინამდე ჩქარი მატარებლით მივდივართ. აი ასე გამოიყურება ევროკავშირის ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვების დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფანი. თუმცა მას ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთი აკლია. ბალტიისპირეთის რკინიგზა თითქმის 900 კილომეტრიანი ჩქაროსნული ხაზი, რომელიც ლიტვაზე, ლატვიასა და ესტონეთზე გადის, წელს უნდა დასრულებულიყო. მაგრამ ახლა ამბობენ, რომ ეს მხოლოდ 2030 წლისთვის იქნება შესაძლებელი. ეს რკინიგზა ევროპის ფლაგმანი პროექტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამის ნაცვლად ის კურს ნაბიჯებით მიიწევს წინ და ხარჯი არაფერს აღარ ყოფნის. მოდი მე ახლა გავარკვევ რამ განაპირობა ეს. მშენებლობა მხოლოდ რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობს. ზოგიერთი ტენდერი უკვე გამოცხადებულია, მაგრამ მთლიანობაში პროექტი სტაგნაციაშია. წარსულში რაც უშლიდა ხელს, უკვე ყველასთვის ცხადია. სხვადასხვა ქვეყანას შორის ინტერესთა კონფლიქტი, ფინანსების დეფიციტი და ცუდი მენეჯმენტი. 5 წელი ამაოდ გაცდა. ახლა მდგომარეობა გამოსწორდა, რადგან ევროკომისიამ ზეწოლა გააძლიერა. მე ამ რკინიგზის ერთ-ერთ მენეჯერთან ერთად ვგზავრობ. ამ მონაკვეთზე რა პრობლემაა? აქ გამძლე ხიდი უნდა აშენდეს. ჩვენ კი ქვიშასა და ხრეშზე ვცხოვრობთ. ნიადაგი მყარი არ არის, გესმით? 20-40 მეტრის სიღრმეზე მაინც უნდა ამოთხარო და ეს კილომეტრ ნახევარზეა გასაკეთებელი, რაც სერიოზული პრობლემაა. ყველაფერი თავიდან უნდა აშენდეს. იმიტომ რომ ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს ისევ რუსული სტანდარტის ლიანდაგი აქვთ და ახლა უფრო ვიწრო ევროპულ სტანდარტზე გადადიან. ლიტვის დედაქალაქში ვილნიუსში უნდა შევხვდეს 3 ქვეყნის ერთიანი საწარმოს, რეილ ბალტიკას ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს. მეზობელი ლატვიის დედაქალაქ რიგაში რეგიონული მატარებლით მივდივართ, რადგან ჩქარი მატარებელი ჯერ არ დადის. მაინც როგორ ხსნის ეს ადამიანი რამდენიმე წლიან გადავადებას. დაგეგმარებას, დიზაინის დამტკიცებას იმაზე ცოტა მეტი დასჭირდა ვიდრე ველოდით, რადგან ასეთი მასშტაბის პროექტი აქამდე არასდროს გაგვიკეთებია. ძალიან ბევრია დამოკიდებული ევროკომისიაზე, თუ რას მოილაპარაკებენ ისინი დაფინანსების შემდგომი პერიოდისთვის. ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია მომავალი რამდენიმე თვისა და შესაძლოა წლის განმავლობაშიც. მატარებლის მემანქანე მიროსლავი უკვე მოუთმენლად ელოდება 2030 წელს. მას ძალიან უნდა რომ ახალი ჩქარი მატარებელი ატაროს. ახლა 120 კილომეტრი/საათის სიჩქარით დავდივართ, მერე 250-ით ვივდით. ეს ძალიან დიდი ცვლილებაა. მოუთმენლად ველოდები როდის იქნება. პროექტის ხარჯი რომ შემცირდეს, ჯერ ჩრდილოეთ-სამხრეთის დამაკავშირებელი ხაზი უნდა გაკეთდეს. თუმცა ლატვიის დედაქალაქი მთავარი ხაზიდან შორს მდებარეობს. ამიტომ რიგის ახალი სადგური დროებით ისევ რუსულ ფართო ლიანდაგზე დარჩება. ევროპულ ლიანდაგზე ის მოგვიანებით გადავა. მაგრამ ეს უსაფრთხოებას რისკს ხომ არ შეუქმნის. სამხედრო თვალსაზრისით არაფერი შეუშლის ხელს, რომ ტანკი მატარებელზე დადო რუსეთში და რიგამდე რკინიგზით ჩამოიტანო რამდენიმე საათში. ამიტომ გონია, რომ ამაზე სტრატეგიული კუთხითაც უნდა დავფიქრდეთ.
So that's why I think we also have to think about, so let's say, strategically. ძველი საბჭოური სტანდარტის ფართოლიანდაგიანი ეპოქა ნელ-ნელა ევროპულმა სტანდარტმა უნდა ჩაანაცვლოს, არა მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებში, არამედ ფინეთშიც. I'm quite ძალიან ვამაყობ იმით, რომ ახალი მომავალი იწყება, რომელიც ევროპასთან გვაკავშირებს. future the connection to Europe. ბალტიისპირეთის რკინიგზა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტია ევროკავშირში. ჩქაროსნული მატარებელი დააკავშირებს ბალტიისპირეთის ქვეყნებს დანარჩენ ევროპასთან. მაგრამ პროექტში არის გადავადებული სამუშაოები და ხარჯიც უზომოდ იზრდება. ჩრდილოეთის ზღვისა და ბალტიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის კოორდინატორი ევროკავშირის მხრიდან სტრასბურგის ყოფილი მერია. დილამშვიდობისა მობრძანდით. გმადლობ, რამდენიმე შეკითხვა გვაქვს. ძალიან მაინტერესებს რას უპასუხებთ. პრინციპში მენეჯერები და ხალხი დაფინანსების გამო ღელავენ. აი ასეთი კითხვაა თქვენთან. So the question goes, მომავალ საფინანსო პერიოდში რა დონეზე დააფინანსებს ევროკომისია ისეთ პროექტებს, როგორც ბალტიისპირეთის რკინიგზაა? Rail Baltica ის პროექტია, რომელიც სავსებით ამართლებს ევროპულ დაფინანსებას. ჩვენ შემოდგომაზე შევხვდებით ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს, რადგან შესაძლოა სესხი იყოს გამოსავალი. une solution. რატომ უნდა გადაიხადოს მაგალითად პორტუგალიისა და ავსტრიის გადასახადების გადამხდელმა ფული ბალტიისპირეთში ჩქაროსნული რკინიგზის გასაყვანად? In the Baltic states. ბალტიისპირეთის ქვეყნებს არ აქვთ ჩქაროსნული მატარებელი, ან უფრო რომ დავაზუსტო, მათ არ აქვთ ჩრდილოეთ სამხრეთ ევროპული სტანდარტის ლიანდაგზე გათვლილი მატარებელი, რომელიც ამ ქვეყნებს ევროპულ ქსელთან დააკავშირებდა. ჩვენ ვაშენებთ, მე ვიტყოდი ამ ქვეყნების სარკინიგზო ხერხემალს, რომელიც მათ დააკავშირებს ვარშავასთან, ბერლინთან და მერე ფინეთთან. ეს ეკონომიკას კარგ შესაძლებლობას უქმნის. ეს ყველაფერი თანასწორობისა და უსაფრთხოების საკითხია. მაინც რატომ უნდა შეცვალონ საბჭოთა სტანდარტის ლიანდაგი ევროპულით? European standard. ცხადია უსაფრთხოების გამო, საერთაშორისო სტანდარტები უნდა დავაკმაყოფილოთ, რომლებიც ამავე დროს ნატო სტანდარტებიცაა. აქამდე ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ეკონომიკა დაკავშირებული იყო რუსული ტვირთების გამტარ აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანთან, რომელიც ბალტიისპირეთის პორტებზე გადიოდა. ახლა ვითარება მკვეთრად შეიცვლება და ეს ქვეყნები დასავლეთ ევროპის პორტებს დაუკავშირდებიან. თავიდან ამ უზარმაზარი პროექტის ბიუჯეტი 6 მილიარდ ევროზე გათვალეთ. ახლა კი ის 4-ჯერ გაძვირდა. რატომ? More expensive. Why? ცოტა არ იყოს უფრო ძვირია ისეთი მატარებელი, რომელიც სამხედრო დანიშნულებითაც შეგიძლია გამოიყენო. მეორე პრობლემა იყო პანდემია, რომლის გამოც შეგვიჩერდა სამუშაოები. გაგვიძნელდა ტექნიკური დიზაინის მიღება, რომლის ჩამოტანასაც დიდი დრო დასჭირდა. Du temps à arriver. 2030 წელს ეს მატარებელი ივლის თუ არა? Will they be operational? Yes or no? ივლის